საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს პრეზიდენტმა გიორგი მარგულაშვილმა მიულოცა. მისალო წერილში ვკითხავთ, დღესასწაული პრემიერ-მინისტრმაც მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილი აბანოთუბანში ჯუმა მეჩეთში იმყოფებოდა და შეკრებილებს სიტყვითაც მიმართა. ამის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში გადაინაცვლა, რადგან რთველი 2014 დასასრულს უახლოვდება. მთავრობა შედეგებით კმაყოფილია და დღეს პროცესში უშუალოდ ჩაერთო. პრემიერმა და მინისტრმა ყურძენი დაკრიფეს და ჩურჩხელებიც ამოავლეს, როგორ აღნიშნეს ღვინისდღე კახეთში მინისტრთა კაბინეტის რთველში. ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. მთავრობის მეთაურის სამუშაო ადგილმა მისამართი შეიცვალა, თუმცა დროებით. ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ ყურძენი დაკრიფა, შემდეგ კი რთველი შედეგები შეაჯამა. ეს არის უპრეცედენტო წარმატება. 4000 ჰექტარზე უკვე გაშენდა ახალი ვენახი, რაც სწორედ ამას მიუწევს, რომ გლეხს გაუშვდა мотивация და სურვილი რომ ვენახი გააშენოს. ლომის ციხეს მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობით ეწვია. პოლიტიკა ერთი დღით დაივიწყეს და რქაწითელის კრეფის პროცესში ჩაერთნენ. მის კრეფა ყველა დაუზარელ ადამიანს შეუძლია. ჩემთვის რაც საქართველოში დაბრუნდი, ეს პირველი რთველია. მთავრობა რთველი 2014-ით კმაყოფილია. მათი განცხადებით წლევანდელი მონაცემები შარშანდელს 50%-ით აღემატება. დაახლოებით გადამუშავებულია კახეთის რეგიონში 115,000 ტონამდე ყურძენი და შემოსავლის სახით მიღებული აქვს რეგიონს დაახლოებით 154 მილიონი ლარი, რაც მინიმუმ 50%-ით აღემატება შარშანდელ მონაცემებს. მეღვინეობა ხარებას ვენახში ტრადიციულად ჩურჩხელებიც ამოავლეს. სახალისო პროცესში ყველა უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობდა. ძალიან სუფენი ჩურჩხელია. ქვეყნის თავდაცვა არ არის მხოლოდ შეერაღებული ძალები, ქვეყნის თავდაცვის შემადგენელი ნაწილია ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი სოფლის მეურნეობა და სწორედ დღევანდელი დღე იმის დამადასტურებელია, რომ ქვეყანა ვითარდება. ღვინის დღე წელს პირველად აღინიშნა. თარიღთან დაკავშირებით კახეთში არაერთი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. პრემიერ-მინისტრი ალავერდის სამონასტრო კომპლექსშიც იმყოფებოდა, მოგვიანებით კი დოღს დაესწრო. დაბრუნდება თუ არა კაზანტიპი ანაკლიაში, ეს და სხვა თემები რეკლამის შემდეგ დაგველოდეთ. ავტომანქანებით გადატვირთული ტროტუარები და პარკირების პრობლემა თბილისში. ისარგებლე ულიმიტო სასაუბრო დროით ნებისმიერ ქსელზე. გააგზავნე ულიმიტო SMS-ები და გამოიყენე ინტერნეტი ულიმიტოდ. აკრიფეთ ფიფკი 110 ფიფკი 250 დიეზი. გაიაქტიურე ულიმიტო Beeline Mix-ი და მიიღე შეუზღუდავი კომუნიკაცია ყველაზე იაფად. მხოლოდ 25 ლარად. Beeline ყველაზე დაბალი ფასი. როგორც დედა, ვიცი, საუზმედ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი შვილებისთვის. ჩემი საიდუმლო საუზმედ პურზე წასმული ნუტელა. ნუტელას მისი საგულდაგულოდ შერჩეული ინგრედიენტების, საუკეთესო ტყის თხილის და რჩეული კაკაოს წყალობით. განსაკუთრებული დახვეწილი გემო აქვს. რა გასაკვირია, რომ ჩემს შვილებს უყვართ ის. ნუტელა, გემრიელი დილის დასაწყისი. ახალი პერსილ გელი. ვერაფერს ამჩნევთ? რა თქმა უნდა, ვერა. პერანგზე მქონდა ცხიმიანი ლაკა. ჩემმა ახალმა პერსილ გელმა კი ის მოაშორა. უბრალოდ ჩაასხით გელი სპეციალურ საზომ ჭიქაში და მოათავსეთ სარეცხ მანქანაში. გელი ფხვნილზე უკეთ აშორებს ცხიმიან ლაკებს და ტოვებს მხოლოდ იდეალურ სისუფთავეს. პირველივე ცდიდან შემიყვარდა ჩემი პერსილ გელი. სცადეთ თქვენც. ახალი პერსილ გელი, კონცენტრირებული ძალა რთული ლაკების წინააღმდეგ. იმუშავე, ამითამაშე. გააკეთე უფრო მეტი ფლექს ორთან ერთად. ხელმისაწვდომია 5 ფერი. ეკრანის დგომის 2 რეჟიმი. თხელი დამსუბუქი. უნიკალური ნოუთბუქი სენსორული ეკრანით. Intel Core პროცესორის მაღალი წარმატობა. 6 საათიანი მუშაობის რეჟიმი. Lenovo მათთვის, ვინც მოქმედებს. ბუნებრივი აირი. მილიარდობით კაშკაშა ვარსკვლავის წყარო. 2000 გრადუსიანი ცეცხლის ალი. და ახლა რევოლუცია ძრავის ზეთებში. წარმოგიდგენთ Shell Helix Ultras. შექმნილია ბუნებრივი აირისგან Pure Plus ტექნოლოგიით. არ არსებობს სხვა ზეთი, რომელიც გაასუფთავებს თქვენი ავტომობილის ძრავს უკეთესად.
Shell Helix Ultra. შეიძინეთ Tegeta Motors-ის ცენტრებში. პირველ თებერვლამდე მიიღეთ ან გაგზავნეთ ნებისმიერი სახის ფულადი გზავნილი საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში და ყოველ მესამე გზავნილზე თქვენს მობილურ ტელეფონზე მიიღეთ 5 ლარის სასაუბრო დრო საჩუქრად. გახდით ფულადი გზავნილების მუდმივი მომხმარებელი საქართველოს ბანკში და მიიღეთ საჩუქრები. საქართველოს ბანკი. იგრძენი მომავალი. მაცივარი, LG, ფასი 659 ლარი. ნუ გადაიხდი ზედმეტს. ტექნობუმი. ექსკლუზიური აქცია ვისოლ ჯგუფისგან. შეიძინეთ 30 ლარის ნებისმიერი ტიპის საწვავი ვისოლში. მათ შორის ყველა დროის ყველაზე მაღალი ხარისხის ეკოპროდუქტები და მიიღეთ 100%-იანი ფასდაკლება სმარტში. 20,000-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე. ამასთან გაატარეთ იუნიკარდი ვისოლსა და სმარტში. აქცია გრძელდება 15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით. ხარისხი დეტალებში. გასკურა, ვაგნერი, ფასი 299 ლარი. ნუ გადაიხდი ზედმეტს. ტექნობუმი. ჩვენ ვაშენებთ გერმანულ ხარისხს. ჩვენ ვაწარმოებთ გერმანიაში. ჩვენ ხარისხის კონტროლს გავდივართ გერმანიაში. ჩვენი მედიკამენტები რეგისტრირებულია გერმანიაში. გკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს დენკ ფარმას შესახებ. საერთაშორისო ხარისხის მედიკამენტები ფარმადეპოში. ფარმადეპო უკეთესი ცხოვრებისათვის. Smiley ხურავს ტექნიკის ბაზარს. Smartphone-ები 169 ლარიდან. Genieße den Moment. Heute ein König. König Pilsner. რეკლამის შემდეგ თქვენ უყურებთ ქრონიკას 8-ზე. საქართველოში ამ დროისთვის 13,462 პრობაციონერია, მათგან სარეაბილიტაციო პროგრამებში 3,000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. თუმცა კურსის გავლის შემდეგ ყველაზე დიდი პრობლემა წარსულში ნასამართლები პირების დასაქმებაა. როგორ აპირებს მთავრობა ამ სტერეოტიპთან ბრძოლას, მანანა გაბელია დაინტერესდა. მამუკა კანდელაკის დილა ერთი შეხედვით ჩვეულებრივად იწყება. ვიდრე ოთახიდან გავა ყავას იმსადებს, მერე რამდენიმე გვერდ წიგნს კითხულობს და 9 საათზე უკვე მზად არის. თუმცა დღეს შემდეგ უკვე უჩვეულოდ გრძელდება. ის თავისუფლება შეზღუდულია. თავისუფლების შეზღუდვა მამუკას შეუზღუდავ შესაძლებლობებს უხსნის. დრო ბევრი აქვს, თუმცა პროგრამისტმა მისი ფასი ზუსტად იცის და ახლა ამიტომ ელექტროობას სწავლობს. დამოკიდებულება ნამდვილად უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ ნასამართლები პიროვნება არ არის რაღაც მონსტრი, არ არის რაღაც ბუა, ყველა შეიძლება ფეხი წაუწდეს და არავინ არ ვართ დღევანდელი ცხოვრებიდან დაზღვეული. მამუკამ ჯერ არ იცის დასაქმდება თუ არა გათავისუფლების შემდეგ, თუმცა მეზღვაურ გოჩაბოჯაზე სხვებზე მეტად გაუმართლა. სამსახურის 6 თვიანი უშედეგო ძებნის შემდეგ სამუშაო პრობაციის სააგენტომ შესთავაზა. ახლა მინისტრის ყოფილ კაბინეტს არეგულებს, სადაც მალე სწორედ პრობაციის სააგენტო. სამსახურს დიდი ხანი ვეძებდი თითქმის ყველგან მთელ თბილისში. არსად არ აკვებულობდნენ, პრობაციონერი რო ხარ უკვე რო გაიგებდნენ უკვე ჩერდებოდნენ. 21 წლის მარიამ ხარებაშვილიც პრობაციონერია, თუმცა მარიამი ის განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელიც საზოგადოებამ გადაარჩინა. ყოფილი ნარკოდამოკიდებული დღეს სოციალური მუშაკია და ახლა რეაბილიტაციაში სხვა ნარკოდამოკიდებულებს ეხმარება. პრობაცია არ არის განაჩენი, ისიც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ პრობაციონერები, როგორც ნებისმიერი. ყველას უნდა მიეცეს შანსი, რომ ცხოვრებას დაუბრუნდეს. სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მხებრიშვილი აცხადებს, რომ პრობაციონერთა დასაქმების პროგრამები გრძელდება, თუმცა კანონსაწინააღმდეგო ქცევის შემთხვევაში მათ მიმართ სანქციები გამკაცრდება. იმ შემთხვევაში თუ კი მსჯავრდებული უგულვებელყოფს მართლმსაჯულების ლოიალურ დამოკიდებულებას მის მიმართ, უხეშად დაარღვევს მის მიმართ ასევე კანონით დადგენილ რეჟიმს, ამ შემთხვევაში პრობაციის სამსახური მიმართავს სასამართლოს სასჯელის შეცვლის შუამდგომლობით. ეს პრობაციონერთა დასაქმების კიდევ ერთი ობიექტია 50 მსჯავრდებულისთვის. გამოჩენა არ სურთ, რადგან ფიქრობენ, რომ საზოგადოებრივი სტიგმა პრობაციონერთა მიმართ ჯერ ისევ უცვლელია. თუმცა სჯერათ, რომ დამოკიდებულება მალე შეიცვლება და ყველაზე დიდ მხარდაჭერას სწორედ საზოგადოებისგან მიიღებენ. ახლა კი პრობლემა, რომელიც აწუხებთ მძღოლებს, განსაკუთრებით კი ფეხით